მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, მეგობრებო, ნათესავებო, მოყვასო. მივმართავ ისტორიის მასწავლებლებს და საქართველოს ისტორიის სასკოლო წიგნების ავტორებს. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იცოდეთ, რომ ნაღმია და მოდით ახლა ესეთი უმოკლესი განხილვა დავიწყოთ ამ საკითხისა და საჭიროებისამებრ გნებავთ მე აი თანხმობა და კურთხევა მაქვს მე უფესგან რომ ეს გითხრათ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გიახლებათ ინსტიტუციურ დონეზე გნებავთ კათედრაზე გნებავთ ფაკულტეტზე გნებავთ ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციაში სკოლაში უნივერსიტეტში და ამაზე ყველაფერს მოგახსენებთ რა შესაბამისად აი ახლა მე წამოგიღეთ ესეთი დიდი შეიძლება ითქვას დაფა, რომელზედაც არის წარმოდგენილი აი ამ გადაცემის თვალსაჩინოება და მანამდე შემდეგ რაღაცას გეტყვით. აი ამ ყველაფერმა ცრუ ცნობებმა გამოიწვია შემდეგი, რომ უკვე წარმოშობილია საქართველოში რა მნიშვნელობაა ვისგან სად თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით ამას, საეკლესიო სეპარატიზმი რომელსაც აქვს სრულიად აბსურდული, სრულიად ტყუილი საფუძველი, მაგრამ ბეტონის საფუძველია ესა. ბეტონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე უფრო მძლავრი საფუძველია. შესაბამისად, აი ამ საფუძველზე არის შექმნილი აი ესეთი ყალბიცნობა, რომელზედაც მინდა რომ გთხოვოთ, რომ არ მიიღოთ, კატეგორიულად არ მიიღოთ. უბედურებაა ესა, სიმართლე კი არ არის, უბედურებაა, თან ტყუილი, თან არასაჩვენო. ეს არის საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ხვდებით ხო, რა მნიშვნელოვანი წიგნია, რა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, არა მარტო ქართველებისათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ისტორიას და დედა ეკლესიის ისტორიას, ხო და რომელიც ცდილობს, რომ იგი გააკრიტიკოს, გინდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის რიგი საკითხები და გინდა დედა ეკლესიის ისტორია. საქართველოს ისტორიის ნარკვევები მეორე ტომი გვერდი 427 თქვენით იხილეთ. აქ წერია, რომ დასავლეთ საქართველოში ბერძნული კათედრების მოშლა და მათ საპირისპიროდ ქართული საეპისკოპოსო ცენტრების დაარსება მე-10 საუკუნეში დასრულდაო. წინაპირობად ის უნდა მეთქვა, რომ გამარჯვებულია ყალბი, აბსურდული, მტყუანი, უსაფუძვლო აზრი, რომ დასავლეთ საქართველოში წარმოიდგინეთ, რომ მე-5 საუკუნიდან მე-11 საუკუნის მიჯნამდე თითქოს და იყო კონსტანტინოპოლის, ანუ ბერძნული ეკლესიის კათედრები და ერთი კი არა, მრავალი. შესაბამისად, ნახეთ რა წერია, ძალიან ცუდი რაღაცაა, უმორჩილესად გთხოვთ, აი 10 ჯერ გეტყვით ამას, რომ უმორჩილესად გთხოვთ, რომ არ მიიღოთ ეს საკითხი. ქართველები დასავლეთ საქართველოდან სდევნიან ბერძნულ ენას. ბერძნულ ვიწრო ეროვნულ კულტურას შემოაგვდა ავრცელებენ საკუთარ ქართულ ენას ქართულ ღვთისმსახურებას და ქართულ საეკლესიო წესებს ქართულ კულტურასთან მოჰქონდა ქართული პოლიტიკური შეგნება და იდეალი ასე რომ მცხეთა ჯერ ენობრივად ეთნიკურ ელემენტზე დაყრდნობით შეიჭრა ლიხთ იმერეთში ხოლო შემდეგ ფორმულა წამოაყენათ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ, რომ ჩაუხვდეთ რა. ქართველები დასავლეთ საქართველოდან საუბარია იმერეთზე, გურიაზე, სამეგრელოზე, აჭარაზე, აფხაზეთზე. ქართველები დასავლეთ საქართველოდან სდევნიან ბერძნულ ენას. თვითონ იქ იყო ბერძნული ენა, გაბატონებული, თან რა დონეზე. სდევნიან ბერძნულ ვიწრო ეროვნულ კულტურას, ანუ იქ იყო ბერძნული ეროვნული კულტურა. შემოაგვდა ავრცელებენ საკუთარ ქართულ ენას, თითქოს და იქ არ იყო ქართული ენა. მე-10 საუკუნემდე. ქართულ ღვთისმსახურებას, თითქოს იქ არ იყო ქართული ღვთისმსახურება და არ იყო მცხეთის ეკლესიის ღვთისმსახურება. და ქართულ საეკლესიო წესებს ქართულ კულტურასთან მოჰქონდა ქართული პოლიტიკური შეგნება და იდეალი. ასე რომ მცხეთა ჯერ ენობრივად ეთნიკურ ელემენტზე დაყრდნობით შეიჭრა ლიხთ იმერეთში. ეს არის გვერდი 586.
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, მეორე ტომი. ეხლა დავიწყოთ აი ამ საკითხის კრიტიკა. კიდე ერთხელ შესაბამისად პრეამბულა აი ამ საკითხისა არის ის, რომ თითქოს და დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის რაიონში, ზუგდიდის რაიონში, სოხუმის რაიონში, ოჩამჩირის რაიონში, ფოთში, ქობულეთის რაიონში და ასე შემდეგ იყო მე-10 საუკუნემდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია და თითქოს და მცხეთის ეკლესია მე-10 საუკუნეში, მე-9 საუკუნეში შეიჭრა იქა და განდევნა იქიდან ეს კათედრები, ბერძენი მღვდლები, მიითვისა მათი ბერძნული ტაძრები, მათი აგებული, მათი დაფუძნებული სამრევლოები მიითვისა და შემოიერთა და გაზარდა თავისი იურისდიქცია, თითქოს მანამდე არ იყო. ეხლა შესაბამისად მე თქვენ წამოგიღეთ აი ესეთი ვრცელი კვლევა. წარმოიდგინეთ, მოდით ესეთი რამე მინდა გთხოვოთ, რომ ჩაწერეთ ინტერნეტში შემდეგი რამ, მაგალითისათვის ტრადიციული, ტიპიური, ბიზანტიური კათედრების სქემები, ტიპიური ბიზანტიური კათედრები, ბიზანტიის ეკლესიის სქემა, განლაგება, ასე შემდეგ. თქვენ ნახავთ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფუძნებს რა თავის იმპერიაში ეკლესიებს, ქმნის იქ შემდეგნაირ ინფრასტრუქტურას. აი ქვემოთ რიგში არის მოცემული სქემები და ეს აქ რო არის მოცემული 5, ასეთი არის ათასობით, ნეოკეისარიაში, თრაკიაში, პოლემონის პონტოში, არმენიაკონში, არმენია პრიმაში, კაბადოკიაში, ასე შემდეგ, მათ შორის ლაზიკის ეპარქიაში, რომ იყო აი ამ დაგვარი ინფრასტრუქტურა. რას ნიშნავს ეს? რომ უნდა ყოფილიყო და ყველგან იყო გამონაკლისის გარეშე. მით უმეტეს, სადაც 2, 3, 4, 5, 6 საუკუნე იდგა მათი ეკლესია, ყველგან იყო შესაბამისად ციხე გალავანი, ყველგან იყო აუცილებლად ეკლესია, ყველგან იყო აუცილებლად სასაფლაო, მორტირიუმი, ყველგან იყო აუცილებლად ბაზრის, თავლების, ქალაქური ინფრასტრუქტურის სახეობები, ყველგან იყო აუცილებლად გზები აქ მისასვლელი და მარტო ეკლესიას ან მარტო ციხესიმაგრეს და მსგავს რამეს იგი არ აგებდა. ყველგან აბსოლუტურად ეს უნდა ყოფილიყო. გთხოვთ შეიტანოთ ეჭვი იმაში, რომ თუ სადმე შეგხვდებათ შემდეგი რამ, რომ არ იქნება ეს სრულყოფილად მოცემული. ეხლა თქვენ ძალიან მინდა გთხოვოთ შემდეგი რაღაცა, რომ აქ არ ვიცი როგორ გამოჩნდება, რანაირად გამოჩნდება ბატონებო და ზემოდან ტოპოგრაფიული საშუალებებით, ტოპოგადაღებებით, საჰაერო გადაღებებით, დრონით გადაღებებით გადაღებული ფოტოები ნახოთ, შეისწავლოთ აი ამ რეგიონებისა. აი ეს მაგალითისათვის არის როდოპოლისი, ეგრეთ წოდებული ფსევდოროდოპოლისი, ეს არის ვარციხე, ბატონებო. ვარციხე, სადაც ამბობენ, რომ უნდა ყოფილიყო ლაზიკის ეპარქიის მოსაყდრე, ანუ მეორე, რიგით მეორე ეკლესია, შესაბამისად და აქ უნდა ყოფილიყო მათი აზრით როდოპოლისის ეკლესია. ადგილობრივი ექსკურსიამძღოლი, ადგილობრივი პედაგოგი, შესაბამისად საიტებზე, სამეცნიერო ნაშრომებში, ვიდეო გადაცემებში საუბრობენ, რომ აქ არ არის მოცემული, არ არის ნაპოვნი, არ არის აღმოჩენილი არაფერი ბიზანტიური კვალი. წარმოიდგინეთ, რომ აქ გათხრებს აწარმოებდა დიდი ქართველი მეცნიერი, დიდი ქართველი არქეოლოგი პარმენ ზაქარაია. როგორც შესაბამისად ადგილობრივი არქეოლოგი საუბრობს, ბატონი გიორგი
რამინაშვილი, იგი საუბრობს, რომ აქ არის ნაპოვნი მე-4-მე-5 საუკუნის ეკლესია, არის ნაპოვნი მე-12 საუკუნის ეკლესიის კვალი, არის ნაპოვნი ციტადელის გარეთ შესაბამისად ქვევრები, არის ნაპოვნი მე-12 საუკუნის მონეტები, არსებობს ანტიკური ეპოქის შესაბამისად მაცხოვრის ეპოქამდელი მონეტები ნაპოვნი და ასე შემდეგ და არაფერს ერთ სიტყვას არ ამბობს იმის კვალზე, რომ თითქოს აქ უნდა ყოფილიყო აი ესეთი მსგავსი გრანდიოზული ციხე-სიმაგრის და ბიზანტიური ქალაქის კვალი. არაფერი ამდაგვარი არ არის. შესაბამისად და იხილეთ არქეოლოგიური გათხრების მონაცემები. იმის და მიუხედავად, რომ აი ეს ბატონები გნებავთ მეცნიერები, გნებავთ ისტორიკოსები, შესაბამისად მაინც ამტკიცებენ, რომ აქ იყო ბაღდადში, ვარციხეში, ფერსათთან, პატრიკეთთან მე-10 საუკუნემდე გრანდიოზული როდოპოლისის კათედრა, იცოდეთ, რომ არაფერი, ერთი ნამცეცი არ არის ნაპოვნი, რომ აქ იყო სამღვდელოება, რომ აქ იყო შესაბამისად დიდი ეკლესია, რომ აქ იდგა ჯარის ნაწილი, მე უკვე მოგახსენეთ, რომ სადაც აფუძნებდა კონსტანტინოპოლი შესაბამისად კათედრას, ბიზანტია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფუძნებდა კათედრას, იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჯარის ნაწილი, უნდა ყოფილიყო მოსახლეობა, მსახურები შესაბამისად აი ამ გნებავთ ჯარის ნაწილისა და გნებავთ საეკლესიო სტრუქტურისა, ინფრასტრუქტურისა და ასე შემდეგ. არავითარი კვალი არ არის. ეს არის ფსევდოზიგანა და მთელი ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია არის შესაბამისად ორიენტირებული იმაზე, რომ აი აქ პირველ გუდავაში და მეორე გუდავაში თითქოს და ეს არის ოჩამჩირის რაიონი, თითქოს და აქ იყო ზიგანას კათედრა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის ზიგანას კათედრა. შესაბამისად აი ამ ადგილას, სადაც არის მათი აზრით მეორე გუდავა, არანაირი კვალი არ არის და შესაბამისად ურცხვად საუბრობენ იმაზე, რომ აქ ჩამოდის პატარა მდინარე ოქუმი, რომელიც შეიძლება შევადაროთ აი ზაფხულის პერიოდში ქსანი რომ მოდის აი ესეთ მდინარეს და ამბობენ აბსურდს, საკუთარ თავს ატყუებენ და მერე კაცობრიობას ატყუებენ, მკითხველს ატყუებენ, რომ თითქოს და აი ამ მდინარე ოქუმმა მასიურად გარეცხა, მასიურად წაიღო აი ესეთი ციხესიმაგრე, ბიზანტიური კათედრა მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 საუკუნეში რო იდგა, აი ესეთი წაიღო და აღარანაირი კვალი აღარ არისო, მდინარე მწაშალაო, წარმოგიდგენიათ? აქ შესაბამისად ვახტანგ ჯაფარიძე თხრიდა ამას ანალოგიურად, როგორც იქ პარმენ ზაქარაია და აი ესეთი დასკვნებია მიღებული, რომ არა, აი მდინარე ოქუმმა წაიღო ესეთი გრანდიოზ ჯერ აქ ააშენეს ისეთ კალაპოტთან და ისეთ კალაპოტში თითქოს და ბერძნებმა კათედრა დაუცველ ადგილას, სრულიად დაუცველ ადგილას, ტიტველ ადგილას შესაბამისად და მერე მდინარე ოქუმმა წაიღო, გააკრო. კვალი სანათლავი არისო, პატარა სანათლავიო და ეკლესია, ციხესიმაგრე, მორტირიუმი, ბაზარი, თავლები, ყაზარმები, გზები, არაფერი კვალი არ არის, ოქუმმა წაიღო. აბსურდი, საკუთარი თავის მოტყუება. ეს არის ცაიში, ფსევდოცაიში. ფსევდოსაისინი, ძალიან დიდი ბოდიში, ფსევდოსაისინი, ისინი ამბობენ, რომ ზუგდიდის რაიონში, სოფელ ცაისში, თითქოს და იყო საისინის ბერძნული კათედრა. მეტადრე იქ, სადაც დღეს არის ჩვენი სახელოვანი ცაიშის რეზიდენცია კათედრა, ანალოგიური არავითარი კვალი ბიზანტიური ციხესიმაგრისა. ანალოგიური არანაირი ხო ეს ხო ჩვენი ტერიტორიაა, ეს ხო არ არის სომხეთი ან აზერბაიჯანი ან თურქეთი ან ირანი, რომ ქართული კვალის საპოვნელად ან რაღაცა კვალის საპოვნელად იქაურ ორგანიზაციებს უნდა ვევედროთ, ვეხვეწოთ, რომ არქეოლოგიური კვლევაძიება ჩაგვატარებინონ. არაფერი არ არის ნაპოვნი, ასე რომ ეჭვი შეიტანეთ ამაში, გემუდარებით, ძალიან გთხოვთ. ეს არის ქალაქი ფოთი ზემოდან, სადაც გამარჯვებულია აზრი,
რომ აი აქ ქალაქ ფოთში, ან პატარა ფოთში, ან აი იქით აი ნატეხები არის ესეთი უბანი, ან აღმა, ან დაღმა, სადმე ახლო-მახლო უნდა ყოფილიყო შესაბამისად გრანდიოზული. შეიძლება ითქვას, რომ იმ ეპოქის მეგაპოლისი და მეტადრე საეკლესიო კათედრა ფაზისი. შესაბამისად ვიმეორებ, ეს თითქოს და უნდა ყოფილიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის სამიტროპოლიტო ტაძარი. თავისი ციხეებით, თავისი შესაბამისად ინფრასტრუქტურით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ესეთი გრანდიოზული. აი ეს არის შესაბამისად ბატონ გია კვაშილავა, ძალიან კარგ მეცნიერს, ედო რამდენადმე აი ძალიან დიდი მეცნიერია, წყალი არ გაუვა, მაგრამ აი ამ კონკრეტულ მომენტში ლოგიკისგან აცდენილია, რომ მაინც იგი ამბობს შესაბამისად, რომ აქ იყო ბაზისის კათედრა, ალბათ ამბობს, აბა თქვენც კითხეთ და აქ არის ჩამოთვლილი ის ადამიანები, 14 დიდი ადამიანი, რევაზ პაპუაშვილი, ვახტანგ გლიჩელი, გელა გამყრელიძე, გურამ გრიგოლია, ჯანელიძე, ლორდ ქიფანიძე, ლომოური, ხოშტარია, ასე შემდეგ კუპტინი, ბერძნიშვილი და ასე შემდეგ ამ ადამიანთა მიერ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები. აი ეს წერტილები როა მოცემული, ნახეთ 2, 15, 12, 9, 11, 13, 14. აი პრაქტიკულად მთელი იქაურობა არის არქეოლოგიურად შესწავლილი და ვერ იპოვეს ვერანაირი კვალი ეკლესიისა მე-5, მე-10 საუკუნეების, მით უმეტეს იუსტინიანეს ეპოქის ეკლესიისა. შესაბამისად, აი ეს მე უკვე ჩამოგითვალეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფსევდოროდოპოლისი, ფსევდოზიგანა, ფსევდოსაისინი, ფსევდოფაზისი და პეტრა, თქვენ ეგრევე გაგიჩნდებათ კითხვა პეტრას შესახებ და პეტრას საკითხზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ამ დროს აი ეს არის ფსევდო პეტრა, ციხისძირი და მასზე ცოტა აქ მართლაც არის ციხესიმაგრე და აქ მართლაც არის ეკლესია, შესაბამისად და მართლაც არის იმ ეპოქის ეკლესია, მაგრამ განსაზღვროთ მისი ნამდვილი სახელი. აქ რო გამოირიცხა მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა, ამაზე ან შევთანხმდეთ, ან თქვენით იხილეთ. ძალიან გთხოვთ, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აჩენს ბზარს დედა ეკლესიაში, აჩენს საეკლესიო სეპარატიზმს, ნახეთ რეებს წერს და რომელ კარებზე აღარ აკაკუნებს, შესაბამისად თვითგამოცხადებული, ეგრეთ წოდებული ავტოკეფალური ეკლესია აფხაზეთისა იერ მონარქ დოროფეი დბარ. იხილეთ მისი სტატიები და ნაწერები და პრეტენზიები დედა ეკლესიის წინააღმდეგ. შესაბამისად ამ დროს ჩვენ გვხვდება შემდეგი საოცრება საქართველოში და აი ამ გნებავთ აი ამ დაფას, აი ამ ასე ვთქვათ თვალსაჩინოებას, პრეზენტაციას, ასე ვთქვათ, უკვე წამოსული სიტყვა ჩვენს ყოფაში, პრეზენტაციას დავარქმევდი ერთადერთი ბიზანტიური კათედრა საქართველოში. ხო ამბობენ რომ მრავალი იყო, ეს არის თითქოს და ლაზიკის ეპარქიის კათედრები უნდა ყოფილიყო, ასევე აბაზგიის ეპარქიის კათედრები უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ, ბევრი უნდა ყოფილიყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამბობს და როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდება. და ყველა ესენი არის, როგორც მოგახსენეთ, შემთხვევით სახელდებული. არა შემთხვევით, არა შეცდომით სახელდებულნი. ამ დროს ჩვენ გურიაში, სოფელ გურიანთასთან წარმოიდგინეთ, რომ პოულობთ აი ესეთ გრანდიოზულ ნაგებობას, გრანდიოზული ეკლესიის, გრანდიოზული ციხესიმაგრის კვალს. ეს არის სოფელ გურიანთასთან, არის ვაშნარი, ამ სოფლის ერთ-ერთი ნაწილია ვაშნარი. ძალიან გთხოვთ, რომ იხილოთ ეს არქეოლოგიური აღმოჩენა, საოცრება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კათედრა, არქეოლოგიის კათედრა აწარმოებს აქ სამუშაოებს, მინდა მივესალმო მათ 8 წელს, მათ შრომას,
მრავალწილად შიშველი ხელებით რო აწარმოებენ ამ სამუშაოებს და ვისაც რამე შეუულია, მინდა გთხოვოთ, რომ მატერიალურად, ტექნიკურად დაეხმაროთ აი ამ ჯგუფს. ბატონი მერაბ ძნელაძე არის აქ პროფესორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ გათხრებისა. ეს არის ვაშნარის, ნახეთ, შეხედეთ, ტიპიური ზუსტად ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორი ინფრასტრუქტურებიც მე თავიდან წარმოგიდგინეთ. აქ არის ხილულად გრანდიოზული ციხესიმაგრე, გრანდიოზული სქელი კედლებით, დაცული კედლებით. აქ არის შესაბამისად იქამდე მისასვლელი გზები. აქ არის მოცემული გრანდიოზული, აი წარმოიდგინეთ, რომ ქაშუეთზე გაცილებით დიდი. ქაშუეთზე გაცილებით დიდი ზომის ბაზილიკური ტაძარი, აი ესეთი გრანდიოზული. აქ არის მორტირიუმი, როგორც წეგან მოგახსენეთ, ანუ სასულიერო პირთა და წმინდანთა სასაფლაო. აქ არის დარბაზები, აქ არის შესაბამისად აშკარად საცხოვრებელი ადგილები, სატრაპეზოები, ასე შემდეგ მოცემული, გადარჩენილია, წარმოიდგინეთ, აი ამ ეკლესიის საკურთხეველი, რომელიც არის ძალიან სქელი კედელი, გადარჩენილია რა დონეზე? დაახლოებით 3 მეტრი, 2 მეტრი ნახევარია, ესეთი აი ერთ მხარეს რომ 3 მეტრამდეა, მეორე მხარეს 2 მეტრი ნახევარია, მისი სიმაღლე. ქვის წყობა გადარჩენილია, კედლის სისქე გადარჩენილია და მრავალწილად მეტყველებს თუ როგორი იყო საკურთხეველი და ეს შენობა. შესაბამისად, აი ყველა ის მახასიათებელი, რაც მოგახსენეთ, რომ უნდა ყოფილიყო ტიპიური ბიზანტიური კათედრა, მოცემული არის აი აქ, გურიაში. და მთელი ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია, ეხლა ჩვენ აღარა ვართ ღვთისწყალობით საბჭოთა კავშირის ნაწილი და საბჭოთა ისტორიოგრაფიისა და მეცნიერებათა აკადემიის ნაწილი, თორე ისინიც გაოგნებულები იქნებოდნენ, ისევე როგორც ესენი არიან გაოგნებული, არიციან რა დაარქვან. რა დაარქვან და თქვია ვაშნარის ნაქალაქარი. ვაშნარი ამ დროს ყველა აღიარებს, რომ ეს არის ბიზანტიური, ტიპიური, მაგრამ გამოელიათ სახელები. გამოელიათ სახელები, იმას ის დაარქვეს და აღარ იციან რა დაარქვან. ეხლა ისეთ ადგილს, სადაც არანაირი კვალი არ არის ნაპოვნი, უკვე დაარქვეს სახელები. სამწუხაროდ შეცდომით და მათ შორის ქეცვიხრი დიდი სიმონ ყაუხჩიშვილის სულის წინაშე, მისი სრომის, მისი ღვაწლის წინაშე, მაგრამ სამწუხაროდ და ხილულად ცდება ეს ადამიანი. ეს არ არის უიშვიათესი შემთხვევა. ეს არის ძალიან ხშირი შემთხვევა, რომ მეცნიერებს ეშლებათ. იმ ეპოქაში, იმ ურთულეს ეპოქაში რკინის ფარდა რო იყო ჩამოშვებული და რო გრძელდებოდა ურთულესი რეპრესიები. მოგეხსენებათ, ზოგს გონია, რომ მარტო 37 წელში იყო რეპრესიები და აღარ იყო რეპრესიები 40-იან წლებში, 50-იან წლებში და 60-იან წლებში. იყო ესეთი ადამიანი, ქეთევან ლომთათიძე, რომელიც წერს და ამბობდა, რომ ნიკო მარის კრიტიკისათვის ადამიანებს ემუქრებოდათ განსახლება შუა აზიის რესპუბლიკებში და აი წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებლები, სკოლის მასწავლებლები მაგალითისათვის უნივერსიტეტის ლექტორები, ისტორიკოსები იქნებოდნენ თუ ფილოლოგები და ასე შემდეგ, ვინც გააკრიტიკებდა ნიკო მარის სკოლას და სწავლებას და ასე შემდეგ, მაგალითისათვის 5 წლით, 10 წლით გადასახლებულები იყვნენ. იქაც მასწავლებლად ცხადია, ნუ ეს არ იყო ეხლა 37 წლის ანალოგი, მაგრამ იქაც გადასახლებულები იყვნენ შუა აზიაში, სტეპებში და სრულიად არამიჩვეულ გარემოში, ასე ვთქვათ, უცხო გარემოში იყვნენ გადასახლებულები, 10 წლით მასწავლებლად, ზოგი იქ რჩებოდა, ზოგი იქ სამწუხაროდ იღუპებოდა და ასე შემდეგ. ეს არის ვაშნარის ნაქალაქარი. ვიმეორებ ტიპიური ბიზანტიური კათედრა და მივიდეთ აი ეს ამ რაობაზე. ვაშნარი ახლა მოგეხსენებათ აი ამ რუკას თუ დააკვირდებით და მე ამას ყველაფერს ავტვირთავ ჩემს Facebook-ზე, მე Facebook-ზე მქვია ჩემ გვერდს უпроსწორედ ქვია რეალური ისტორია, ნუგზარ ვანიშვილის გვერდი და ეს ყველა ფოტო მოცემული იქნება, ყველა და გაცილებით უფრო მეტი ცნობა იქნება მოცემული. წარმოიდგინეთ, რომ აი ამ სადაც არის მაგალითისათვის დღეს
ოზურგეთი ყველამ ვიცით, ოზურგეთის დასავლეთით დაახლოებით 15-17 კილომეტრში არის სოფელი გურიანთა და აქედან დაახლოებით ასევე 20 კილომეტრში არის უკვე ზღვა. შესაბამისად უკვე ხვდებით რა ადგილია ესა, შუაგურია არის ტერიტორიულად და ყველა თქვენგანს ძალიან მარტივად შეუძლია მივიდეს და ნახოს იქაურობა. ეს არის მაგალითის ახლა თქვენ გაგიჩნდებათ აუცილებლად კითხვა, რომ თუ მაგალითისათვის არ იყო აი ამ ადგილებში სად მდებარეობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კათედრები. ძალიან მოკლედ რომ შემოვფარგლო და საჭიროებისათვის კონკრეტულად ერთი მაგალითისათვის განახოთ, ეს მდებარეობდა დღევანდელი ტრაპიზონიდან სამხრეთ აღმოსავლეთით იყო განფენილი ვიდრე ვანის ტბა, წარმოგიდგენიათ და არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ მირიანის ეპოქიდანვე, წმინდა ნინოს ეპოქიდანვე მთელი დასავლეთ საქართველო არა შესაბამისად იყო ბიზანტიის სამრევლო, არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამრევლო, არამედ იყო მცხეთის სამრევლო და დედა ეკლესიის ნაწილი. ყოველთვის იყო დედა ეკლესიის ნაწილი, მაგრამ ეგრევე ჩნდება აზრი, რა იყო აი აქ გურიანთაში. ვინ, რატომ და როდის ააშენა შესაბამისად ეს ძეგლი. როგორც შესაბამისად არქეოლოგები ამბობენ, აქ არის მეხუთედან მურვანყრუს ეპოქამდე იყო ცოცხალი აქ ცხოვრება, მოღვაწეობა და ასე შემდეგ. ხო ხვდებით რა ეპოქაა? ზუსტად ამ ეპოქას ემთხვევა აი აქ შემოჭრა იუსტინიანესი და ლაზიკის დიდი ომებისა. არა დედა ეკლესია პროზელიტური, რომ თითქოს და იგი შეიჭრა შესაბამისად ბიზანტიის ეკლესიის იურისდიქციაში და განდევნა იქიდან ბერძნული სამღვდელოება. არამედ სწორედ ბიზანტიამ ჩაიდინა ეს მე-6 საუკუნეში შემოიჭრა რა არა მთელ დასავლეთ საქართველოში, მე უკვე განახეთ ეს რუკა, არამედ შემოიჭრა რა დონემდე იცი დღევანდელ ფოთამდე არ ამოსულან. ტერიტორიულად ფოთამდე არ ამოსულან. სუფსამდეც არ ამოსულან. ცოტა უფრო დაბლა, სადაც არის ნატანები. აი ამ ადგილამდე არიან ამოსული და აი აქ არის თქვენ წარმოდგენილი, მე ამ რუკასაც შემოგთავაზებთ, მიტროპოლიტი ანანიას შედგენილი რუკა არის. შესაბამისად რო წარმოიდგინოთ, შემოვიდნენ ოზურგეთის რაიონში, ჩოხატაურის რაიონში, აჭარაში და ესეთი ტერიტორია დაახლოებით და მათი მყოფობა, აი ამ ეკლესიის მყოფობა იყო მურვანყრუს ეპოქამდე და მურვანყრუმ შესაბამისად აქაურობა, რომ აღიარებულია ყველა ამბობს, რომ აი მურვანყრუს ეპოქაში აქ ყველაფერი ქრება. და სად არის ის ლოგიკა, რომ შესაბამისად მურვანყრუმ მაშინ რატო ვერ გააქრო თითქოს და მე-11 საუკუნემდე არსებული როდოპოლისის კათედრა ბაღდადში. იქ ვერ გააქრო, ხო? და ზუგდიდში ვერ გააქრო, ხო? თითქოს და იყო მე-10 საუკუნემდე საისინის კათედრა და ფოთში ვერ გააქრო ფაზისის კათედრა და აქ გააქრო, ხო? მურვანყრუმ აი ამ ეკლესიის მყოფობა. შესაბამისად დადასტურებულია, რომ მურვანყრუს ეპოქამდე არის აქა შესაბამისად მყოფობა და მოღვაწეობა და ღვთისმსახურება და მერე ინგრევა შესაბამისად და მე კიდე ერთხელ გეუბნევით რომ ჩემი შეხედულება არის ესა, ჩემი შეხედულება არის და ამ თემაზე არც მიტროპოლიტა ანანია ჯაფარიძეს არ უწერია, რომ ეს უნდა იყოს, რასაც ახლა მე გეტყვით ის ტაძარი და ის ეკლესია. და პირველად ამას მე მოგახსენებთ თქვენ, ცხადია მე ეს მეუფეს მოუყევი, მან კურთხევა მიმართულება მომცა აი აქ მიმართულებით, რომ შესაბამისად ვიკვლიო ეს საკითხი და დროთა განმავლობაში დავამტკიცო და მე ღრმად მწამსრო ზუსტად ამაში მდგომარეობს შემდეგი რამ.
იუსტინიანესთანაც არის მოცემული და არა მარტო იუსტინიანეს აქვს ეს აღწერილი, დიდი ბოდიში იუსტინიანე რა იყო. პროკოფი კესარიელთან არის ეს აღწერილი, რომ იუსტინიანემ აბაზგებს, აფშილებს, რაც რამდენადმე შეიძლება ითქვას ტოლობა არის აფშილებსა და აბაზგებს შორის, გნებავთ ასოთა წყობის მიხედვით, გნებავთ არსით, აუშენა ეკლესია. იქ სადაც არის მდინარე სუფსა, იქ სადაც არის მდინარე ფასისი, ანუ ჭოროხი, რაზედაც ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია. იქ სადაც არის ცოტა დაბლა აფსაროსი და ასე შემდეგ. და აი სადაც ესე ხშირად გვხვდება ჩვენ ასოთა წყობა ფში და ასე შემდეგ, იყო აფშილეთი. ამას მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეც ამბობს, წერს, ასაბუთებს თავისი ისტორიული გეოგრაფიით, ხატავს რა რუქებს, შესაბამისად იგი აი ამ რეგიონში, სადაც არის სუფსა, მდინარე სუფსას სამხრეთი მხარე, სადაც არის, როგორც მოგახსენეთ, ოზურგეთის რაიონი, ქობულეთის რაიონი და ასე შემდეგ, იყო აფშილეთის ქვეყანა. და აი ეს არის, აი აქ უნდა ყოფილიყო, აი აქ იყო უეჭველი ის ეკლესია, რომელიც იუსტინიანემ აუშენა აბაზგებს, მისი აქ მყოფობის დროს, ლაზიკის დიდი ომების დროს. და ამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამან იარსება ოდენ, წარმოიდგინეთ, 500-იანი წლებიდან მურვან ყრუმდე. სულ რაღაც 170 წელიწადი, 180 წელიწადი და მერე ქრება. მოდით, კიდე ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ შევიკრიბოთ და გაცილებით უფრო აკადემიურად და გაცილებით უფრო ზღვა მონაცემებით ვისაუბროთ ამ თემაზე. აქვე ცხოვრობდნენ მისიმიელები. სადაც ჩოხატაურია, წარმოიდგინეთ, დაახლოებით აი ამ მხარეში. შესაძლოა ცოტა კიდე უფრო დაბლა, სადაც არის მაგალითად სამტრედიის, აი ჯაპანა, დაფნარა, აი ეს სანახები. შესაბამისად, აი აქ ცხოვრობდნენ მისიმიელები, რომლებიც გასაოცრად ამაზრზენად ამოწყვიტეს რომაელებმა, ქრისტიანები, ადგილობრივი მოსახლეობა ამოწყვიტეს და გააქრეს. გაქრა ეს უეჭველი ქართული ეთნო ქვეჯ ჯგუფი, შესაბამისად მე ადრეც ვსაუბრობდი გადაცემაში, რომ აი სამწუხაროდ კატეგორიულად ცდება ის ადამიანი და დიდი უბედურება არის ესა, რომ მარტო აი აქ გონია, იბერია, სადაც არის ლიხის ქედის აღმოსავლეთი, ცივგომბორის დასავლეთი და ჩრდილო კავკასიიდან დაბლა და თრიალეთის ზეგანიდან მაღლა, ეს გონიათ იბერია და ქართველთა საცხოვრისი ოროსნებს ან ბოროტებს და კოლხეთი გონიათ სად იცით გონიოს მაღლა და სოჭისა და სოხუმის დაბლა და დასავლეთი საქართველოს ტერიტორია ლიხის დასავლეთით ეს გონიათ კოლხეთი ოროსნებს ან მზაკვრებს კიდე ერთხელ ვიმეორებ და დანარჩენი აი ამ რეგიონში მოცემული როგორც დღეს ახლა მაგალითად არსებობს ქვეეთნო ჯგუფები კახელი, ქართლელი, გურული და ასე შემდეგ ხვდებით რასაც ვამბობ აი იქ რო არის ჩამოთვლილი ძველ ეპოქაში გინდა იუსტინიანეს ეპოქაში და გინდა სტრაბონის ეპოქაში და გინდა ჰეროდოტეს ეპოქაში და გინდა ცოტა უფრო გვიან ეპოქაში მაგალითად კონსტანტინე პორფიროგენეც აქვს ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდ ესენი არიან მათგან უამრავი მათ ყველა არა ცხადია მაგრამ მათგან უამრავი არის ქართული ქვეეთნო ჯგუფი ზუსტად ისეთივე ქვეეთნო ჯგუფი როგორც მაგალითად პირიქითას კავკასიაში დვალები და ანწუხები ცხოვრობდნენ და როგორც ახლა მაგალითად სამხრეთ საქართველოში ცხოვრობდნენ კლარჯები ეხლა დღეს ხო შეიძლება ვეღარ ნახოთ ადამიანი რომელიც იტყვის კლარჯი ვარ არა ნახავთ როგორ ვერ ნახავთ იქ ადგილობრივი ადამიანი განსწავლული ადამიანი 10 20 30 ადამიანი გეტყვით აი ბოლო 20 წლის განმავლობაში რომ გაიგეს და ისწავლეს ცხადია ეს თემა დაკეტილი იყო შესაბამისად ნახეთ კიდე ერთხელ ვიმეორებ აი აქ რომ მიდიოდა მსოფლიო ომი შეიძლება ითქვას ორ ყველაზე დიდ სამყაროს შორის ეს იყო მეორე რომი ეომებოდა
სპარსეთს, ანუ დასავლეთი, აღმოსავლეთ ჩვენ ტერიტორიაზე, აი აქ იყო მყოფობა, სასტიკად ცდება ისა, ვისაც რიონი გონია ფაზისი და ვისაც აი იქ იუსტინიანეს ისტორიებში ასახული მოვლენები გონია, რომ ხდებოდა სენაკის რაიონში და ბაღდათის რაიონში და ასე შემდეგ, გაცილებით დაბლა ხდება ეს მოვლენები, გაცილებით დაბლა. პეტრა მაგალითისათვის იყო პეტრას ციხე იყო არა ციხისძირში, არამედ ხუფათთან, ხოლო პეტრას კათედრა იყო პაიპერში. აი ეს არის პაიპერის ციხესიმაგრე. მე ყველას მინდა გთხოვოთ და აი აქ ეს ციხესიმაგრე ცხადია, შესაბამისად გრანდიოზულია ბაიბურთში. მაგრამ აქ არის აგებული აი ეს ციხესიმაგრე, ეს მსგავსი ინფრასტრუქტურა გამოიყენა შესაბამისად მეორე რომმა, ბიზანტიამ და აქ არის აგებული ეკლესია ტიპიური აი ეს ციხესიმაგრეში ტრადიციული, ასე ვთქვა, ტრადიციული ინფრასტრუქტურა კათედრისა და აი ამ ციხესიმაგრეში არის ტიპიური ბიზანტიური ბაზილიკის ტიპის კათედრა. და რაც შეეხება რა კიდევ ერთხელ თქვენ გიჩნდებათ კითხვა, ეჭიდება ძალიან ბევრი ადამიანი იმას, რომ აი პეტრაში, ანუ ციხისძირში იყო პეტრა, იყო ის ერთ-ერთი კათედრა ლაზიკის ეპარქიისა, აქ რო შეიძლება ეჭვი შეეპარა და რაღაც დონეზე ეხლა აკრიფა საძიებო ველში ესა და ეს ადგილები და ათვალიერებს, აქ მაინც დარწმუნებულია, რომ აქ იყო კათედრა, ქალაქი იუსტინიანეს აშენებული დღევანდელ ციხისძირში. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ იყო აფშილეთი ოზურგეთის რაიონში, ნატანების ხეობაში, შესაბამისად და აი აფშილებს, აბაზგებს, აი ეს არის იუსტინიანეს მიერ აგებული ქალაქი. ეხლა რა ხდება? მისასვლელი ადგილები. აი ეხლა მე აქ მაქვს წარმოდგენილი შესაბამისად აი ესეთი რუკა, რა ვიცი, რაოდენ გამოჩნდება, ეს არის შესაბამისად ამობეჭდილი დასავლეთ საქართველოს რუკა და აქ არის უკვე მელიორატორების და ჭაობის დამშრობების და ინჟინრების და გეოლოგების დასკვნებია, რომ თქვენი ტიხილეთ, აი იყო ესეთი ადამიანი, ბორის ინასარიძე, ღმერთმა აწყონოს, დიდი მელიორატორი, საოცარი შრომების ავტორი, გნებავთ ტექნიკურად და შესაბამისად სამეცნიერო ნაშრომები აქვს, სადაც მცირედი, აი 3-5% არის რაღაც დონეზე გამხატრულებული, მაგრამ იძლევა ცნობებს. შესაბამისად რა ტერიტორიები დაშრა, როგორი სამუშაოები ჩაატარეს და ასე შემდეგ და იგი წერს, რომ აი დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ქვედა წელში ეგრეთ წოდებულ კოლხეთის დაბლობზე არის 6000, 7000 კვადრატული მეტრი დაშრობილი ჭაობები და სადაც არისო ადგილებიო 2, 3, 4, 5, 6, 7 მეტრი ზღვის დონიდან აი აქ შესაბამისად ყველგან იყო მასიურად იყო ჭაობებიო. აქედან გამომდინარე, ეხლა მე დავსტრიხე ერთი რეგიონი დავსტრიხე, რომელიც არის შესაბამისად ზღვის დონიდან აი ეს გურიის რეგიონი, აქ არის გაფერადებული მოყვითალო ფოსფორისფრად, სადაც არის დასტრიხული ის ადგილები, სადაც იყო ჭაობი რუსეთის იმპერიის ეპოქამდე და საბჭოთა დროებშიც კი უამრავგან აი ახლა მოხდა შესაბამისად 40, 50, 60 წლის წინ ეს სამუშაოები და ბევრგან ეხლაც გრძელდება. შესაბამისად და ზუსტად იქ სადაც უკვე ცოტა მაღლობი იწყება, ეს არის უკვე წარმოიდგინეთ შემდეგი ადგილი, ვისაც გურია უყვარს და ვინც გურია იცის. შესაბამისად იქ მდინარე სკურდუბის და მდინარე ნატანების შეხვედრის ადგილას არის ესეთი ცოტა ამაღლებული ადგილი ზღვის დონესთან შედარებით, 9 მეტრი, 10 მეტრი ზღვის დონიდან შედარებით და აი აქ მდებარეობს ეს ვაშნარი, სადაც იმთავითვე, ანუ არასოდეს არ იყო ჭაობი, მოდით ასე ვთქვათ, და ყოველთვის იყო მყარი ნიადაგი და ამის ჩრდილოეთით არის სოფელი კონჭკათი, რომელიც ერთი მხრივ აქეთ ამ მხარეს გადმოყურებს, ანუ აი ამ ოზურგეთი ურეკის გზას, მოდით ასე ვთქვათ, სამხრეთით გადმოყურებს, ხოლო ჩრდილოეთით
მის ჩრდილოეთით მიედინება მდინარე სუფსა, რომელიც მე არ შემეშინდება ამისი თქმა და ძალიან ბევრი ადამიანი დაადასტურებს, რომ გვიან ეპოქამდეც გაცილებით უფრო სანაოსნო იყო შესაბამისად მაგალითისთვის 30 კილომეტრის მანძილზე, 40 კილომეტრის მანძილზე შესართავიდან ვიდრე რიონი. წარმოგიდგენიათ? შესაბამისად იმისთვის რომ აი ამ ადგილას, სადაც გურიანთაა, მაგალითისათვის იმ ეპოქაში რომ ადამიანი მოხვედრილიყო, ამ რუკას მე დავდებ და ძალიან გთხოვ დაათვალიერეთ, ორი საშუალება არსებობდა. დღევანდელი გზა ცხადია არ არსებობდა ესე ურეკიდან რო შემოსულიყო ადამიანი და ნატანები რო გაევლო და ლაითური რო გაევლო და ეს ადგილები მერია და ასე შემდეგ აი ეს დაბალი ადგილები რო გაევლო ეს გზა მაშინ არ არსებობდა აქ იყო ჭაობები გორაკები და ძალიან ბევრგან იყო გაუვალი ეს ძალიან ბევრგან და ერთადერთი გზა მიწიერი გზა საურმე გზა საფეხმავლო გზა ჯარისთვის სამოძრაო გზა იყო რომ ზუსტად ესე უნდა წამოსულიყო გაევლო ციხისძირი და აი მან ქობულეთთან არ მისული უნდა მარჯვნივ გადაეხვია და წამოსულიყო დღევანდელი სოფელი ლეღვა მუხაესტატე ესე უნდა გადმოსულიყო და ჩამოსულიყო ლიხაურში და ლიხაურიდან უნდა ჩამოსულიყო ხვდებით რა გზა გითხარით დაგიხატავთ უნდა ჩამოსულიყო შესაბამისად აი ამ ადგილას იუსტინიანეს ქალაქში აბაზგებისთვის აშენებულ იუსტინიანეს ქალაქში უნდა ჩამოსულიყო გურიანთას ადგილას აი აქ ეს იყო მშრალი გზა ხვდებით უკვე რას გეუბნები და აი ამ გზას და აი ამ ქვეყანაში შესასვლელ გზას კეტავდა ციხისძირი აი ეს სანაპიროთი რომ მოდიოდა ადამიანი მოგეხსენება ციხისძირის აღმოსავლეთით გონიოს აღმოსავლეთით ბათუმის აღმოსავლეთით მაღალი მთებია უკვე შესაბამისად წინააღმდეგობრივი მთებია რთულად გამავალი და სადაც უამრავი ხიფათი ემუქრება ადამიანს გავლელს გინდა ჯარი იყოს და გინდა რიგითი ფეხოსანი და აი აქ არანაირი ქალაქი არ ყოფილა ეს ეკლესია რომელიც არის ციხისძირში პეტრას რო უწოდებენ არის მეციხოვნეთა შიდა ეკლესია პაწაწუნა ეკლესია სადაც ერთი მეორეზე აი ტანჯვით ეხლა დიდი ღონისძიება და დიდი დღესასწაული რო არის ჩვენ ეპოქაში მაგალითისათვის აღდგომას რომ დიდი სივიწროვე რო ყოფილიყო და 1 კვადრატულ მეტრზე რო 2 ადამიანი მდგარიყო ასე ვთქვათ დაეტევა მეტი 200 ადამიანი ხო ხვდებით ხორის თქმა მინდა ეს არ იყო გრანდიოზული ტიპიური კათედრა მახასიათებელი და მე გეტყვით ტიპიური კათედრა უკვე განახეთ აი ტიპიური კათედრა usახელო ბიზანტიური ჯერჯერობით usახელო ბიზანტიური კათედრა მე ვთხოვდა მოთხოვნა როგორ შემიძლია ეხლა ვინმეს რამე მოთხოვო მაგრამ რაღაც დონეზე მოთხოვნაც ამაქვს რა ძალიან ბევრი ისტორიკოსისადმი რომ დაარქვით აი ამ ბიზანტიურ ეკლესიას სახელი მე დავარქვი უკვე ეს არის იუსტინიანემ რო აუშენა და იქ არისო ეხლა შესაბამისად რა ვერსიებია არა აი ამას ჩავამთავრებ ეს იყო მიწიერი გზა შესაბამისად 20 კილომეტრი დღევანდელი ციხისძირიდან რო აი ამ გზით მშრალი გზით უკვე მოგახსენეთ რომელი სოფლების გავლით რომ მისულიყო ადამიანი გურიანთაში ვაშნარში და მეორე გზა იყო უკვე გიყვებით დღევანდელი გზა ადამიანებს გონიათ ანტიკური გზები სამწუხაროდ მათ შორის ანტიკური გზა ოროსნებს და ძველი ქართული გზა გონიათ დღეს რო რიკოთის უღელტეხილზე გადადის ეხლა წარმოიდგინეთ თბილისი-ქუთაისის მაგისტრალი ასე ვთქვათ ხაშური ზესტაფონის მაგისტრალი იქ რო გადადის და არც ერთი ეკლესია რო არ არის შესაბამისად სურამიდან უბისამდე
ამას იზავდა ქართველი, რომ გზა ყოფილიყო და ეკლესია არ ყოფილიყო? ამას იზავდა ქართველი, რომ გზა ყოფილიყო და ციხესიმაგრე არ ყოფილიყო? ერთი შორაპანის ციხია, რომელიც სარაპანა არ არის, გამორიცხულია და მეორე სურამის ციხე არის. წარმოიდგინეთ რამხელა მონაკვეთზე საკაცობრიო გზა როგონიათ და აბრეშუმის გზა როგონიათ და ეგრის ქართლის დამაკავშირებელი გზა როგონიათ. არც ერთი ეკლესია და არც ერთი ციხესიმაგრე არ არის და მაინც ის გონიათ, ვერ გადაათქმევინებთ. ძალიან კარგად გადავათქმევინებთ. ღმერთმა დალოცოს აკადემიური საზოგადოება, ობიექტური საზოგადოება, მართალი საზოგადოება. მეორე გზა, როგორც მოგახსენეთ, აი ესე წარმოიდგინეთ, რომ წყლიერი გზა იყო და შედიოდა უკვე წყლიერი გზით მდინარე სუფსის კალაპოტით, შემოდიოდა ადამიანი და მოდიოდა შესაბამისად აი როგორც გითხარით, კონჭკათამდე. აქეთ არის ჯუმათი და აქეთ არის კონჭკათი, აი ამ სუფსის აქეთ იქით. წარმოიდგინეთ, რომ ასევე დაურქმეველი სახელი, იქაც არის ციხესიმაგრე გრანდიოზული. არსად არის სწავლება, არსად არის იპოვნება, აი ვერ იპოვნით, ეს არის გრანდიოზული. ენით აუწერელი ციხესიმაგრე, ციტადელი კონჭკათის რა. სადაც ეკლესია უნდა ვიპოვნოთ, აუცილებლად ვიპოვნით. ჩემ დასამარცხინოთ, ეხლა ეს სულ რაღაც 6 თვის აღმოჩენაა და ეხლა აი ამ ზაფხულს ველოდები, რომ გავემგზავრო და იქ ვიპოვნო, თუ ვინმე ამაზე მწვანეს ამინთებს, რაღაც ძებნაძიების სამუშაოები ჩავატაროთ. რა თქმა უნდა, იქ ეხლა მძიმე ტექნიკით ვერ ვიმუშავებთ და აი ესე თვალით დავათვალიეროთ. შესაბამისად, აი ეს იყო უკვე მეორე ციხესიმაგრე, რომელიც კეტავდა აი აქ იუსტინიანეს ქალაქში, აბაზგებისთვის აშენებულ ქალაქში მომავალ გზას. ეხლა შესაბამისად რა აზრები არსებობს? წარმოიდგინეთ რა, რომ აბაზგიის იქ არის ესეთი რამე გვიან ჩნდება ნოტიციებში, ბერძნულ ნოტიციებში ჩნდება გვიან აბაზგიის ეკლესია. რო არსებობს, ეხლა წარმოიდგინეთ 14 ნოტიცია, მაგალითისათვის შუა ეპოქაში ჩნდება გვიან, აი 4-5-6 ნოტიციაში არის ნახსენები აბაზგიის ეკლესია და ზუსტად ის მაგალითი, რომ გვიან ჩნდება, ვიდრე მაგალითისათვის ფასისი, ვიდრე მაგალითისათვის როდოპოლისი. თქვენ ეხლა გაგიჩნდებათ კითხვა, სად არის ფასისი, ამასაც გეტყვით ბოლოში. სად არის როდოპოლისი და ამ შემდეგ. უკვე გითხარით პრინციპში, რომ ტრაპიზონიდან სამხრეთ აღმოსავლეთით ვანის ტბამდე იყო განფენილი, მაგრამ კონკრეტულად გეტყვით, მაგალითისათვის როდოპოლისი იყო კათედრა როდოპოლისი იყო ტრაპიზონის სამხრეთით, სოფელი არის ლივერა ბერძნულად, ძველ ქართულად პირველი ეპოქის, ანუ ადრეშუა საუკუნეების ქართულად და ლაზურად და ჭანურად დოუბერა და დღეს ქვია იაზლიკი, მაჩკას, მაჭუკას, ანუ მაჭკას რაიონში არის სუმელას ეკლესია და მონასტერი როა, იქიდან დაახლოებით 10 კილომეტრში. შესაბამისად, აი აქედან უნდა შესულიყო აქ წყლიერ გზით და აი ეს არის როგორც კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო, იუსტინიანემ რომ აუშენა პროკოფი კესარიელის ცნობებიდან გამომდინარე, მე-6 საუკუნის შუა წლებში აბაზგებს ეკლესია. ეხლა ეძებდნენ და ეძებდნენ, წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი, ერთი კი არა, 50 ეძებდა სად იყო ეს ეკლესია. ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო სოხუმში, სებასტოპოლისი, ზოგი ამბობდა თითქოს და სებასტოპოლისი, ამაზეც ვისაუბროთ, ვეღარ ვეტევი დროში, მაგრამ მაინც შესაბამისად, იქ იყო ესეთი დიდი ადამიანი, ღმერთმა აცხონოს, მეცნიერი იყო, მეცნიერებს უფრო ხშირად ეშლებათ, კარგად გამიგეთ, მაგრამ უნდა გამოსწორდეს ეს საკითხი. ლექვინაძე იყო ესეთი მეცნიერი, რომელიც ამბობდა, რომ იქ არის განთიადი არის. ასევე მეორე სახელი არის ცინდერფში. იქ არის ეკლესია ზედ ზღვის პირას და არის ბაზილიკის ტიპის, გამიგეთ? და ბაზილიკის ტიპის შესაბამისად ეგრევე კათედრა გონიათ რა, აუცილებლად უნდა კათედრა ყოფილიყო და ცოტა გვიანის და ეს არის ზედ ზღვის პირას. მისი სურათი არ მაქვს, მაგრამ აი რესურსში დავდებ, ცხადია, Facebook გვერდზე რეალური ისტორია იხილეთ.
ზღვის პირას არის და არანაირი ციხის ინფრასტრუქტურა არ არის. არანაირი ქალაქის ტიპის ინფრასტრუქტურა არ არის, ზედ ზღვიდან დაახლოებით 20 მეტრში, ნაძვნარში არის ბაზილიკის ტიპის ეკლესია, საშუალო ზომის, აგებული, არანაირი სხვა დანარჩენი. კარგად გამიგეთ, მე უკვე მოგახსენეთ რა აუცილებლობა იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამონაკლისის გარეშე ბიზანტია აშენებდა ციხე ქალაქებს, ყაზარმებს და იქ აშენებდა კათედრას. ანუ ყველგან მცირე დაბა მაინც უნდა ყოფილიყო და ზოგან ქალაქი მაინც. არანაირი იქ ეგონა ლექვინაძეს. ზოგს ეგონა წარმოიდგინეთ რა. ზოგს ეგონა რომ ნაქალაქევში ნოსირთან, სენაკთან, ნაქალაქევის ციხე-გოჯში, ასე ვთქვათ, აშენებული 40 სებასტიელის სახელობის ეკლესიაზე ამბობდნენ. წარმოგიდგენიათ, რომ ეს არის აბაზგიის ეკლესიაო. ზოგს რა ეგონა, ანუ ზოგს ეგონა განთიათთან, ზოგს ეგონა ბიჭვინთაში, ზოგს ეგონა სოხუმში, ზოგს სენაკში და ასე შემდეგ და ვერსად ვერაფერი ვერ იპოვეს. წარმოგიდგენიათ, დიდმა მეცნიერებმა. კარგად გამიგეთ, ეს იყო თან რაღაცნაირად ესეთი დაბნეულობის მომენტი და ცალკე ალბათ რაღაცა სხვა წნეხებიც იყო რა, კარგად გამიგეთ რა. ამაზე მიტროპოლიტი ანანია საუბრობს უფრო თავისუფლად რა. შესაბამისად, აი მე ახლა კარგად გამიგეთ, წეღან რო ვახსენე მე სებასტოპოლისი რა. მე თქვენ განახებთ 50 რუკას და 50 წყაროს რა. რომელიც შესაბამისად ხატავს, აი ეს ერთ-ერთი ძველი რუკის დეტალია, სადაც სებასტოპოლისი არის მოცემული ფაზისთან ახლოს, აფსაროსთან ახლოს და ანუ სამხრეთ დღევანდელ სამხრეთ შავი ზღვისპირეთში. დღევანდელ სამხრეთ საქართველოს, აი სამხრეთ დასავლეთ საქართველოში არის სებასტოპოლისი მოცემული. ამიანე იხილეთ და იმასაა განმარტებული, სად იყო სებასტოპოლისი და სებასტოპოლისი იყო რამდენიმე, ბევრი იყო სებასტოპოლისი და აი ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ აი სად არის სებასტოპოლისი. აი სად არის სებასტოპოლისი და სებასტოპოლისის ერთ-ერთი ციხე არის. სებასტოპოლისი კომპლექსი იყო აქედან გამომდინარე და სებასტოპოლისი არის შესაბამისად პეტრაც და აი აქ არსებული აბაზგებისთვის, ანუ აფშილებისთვის, ანუ ქართველებისთვის. ეხლა ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება უცხოდ ხდება, მაგრამ ძალიან დიდი ადამიანები არსებობენ, რომელიც ტოლობას სვავენ და მართლაც ესია, აბაზგია ხან იყო მთელი დასავლეთ საქართველო და ხშირად არსებობს ესეთი წყაროები და ლიტერატურა ძველი ისტორიკოსებისა, რომ ხან მთელი საქართველოა აბაზგიათ მოხსენიებული და აბაზგია მესხთან არის ასოცირებული და აიდენტიფიცირებული და ასე შემდეგ და მრავალწილად კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს ნუ დაბრკოლდებით იმისთვის, რომ აქ არსებობდა აბაზგია რა. და შესაბამისად მით უმეტეს იმ ეპოქაში ამას ეძახდნენ. ქართული რეგიონი, ქართველთა რეგიონი, ქართველებისთვის აშენებული და იქ ეხლა ღმერთმა აცხონოს რომ ვამბობ აი ბერძნული დაერქვა, ეხლა ცხადია, ბერძნული დაერქვა ბაზილიკის ტიპის ეკლესიებს გამიგეთ და ანალოგიური ბერძნული მაშინ ბაზილიკა არის დოლოჭოპი, აი კახეთში წარმოიდგინეთ დოლოჭოპის ბაზილიკა მაშინ იქაც იყო ბერძნული. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სულმნათმა ვახტანგ გორგასალმა, ჩვენმა მეფემ, რომ მოიარა იერუსალიმი, რომ მოიარა ძალიან ვეძებთ და ჩვენი ოცნებაა, რომ სადმე გამოჩნდეს, ან ასურულ წყაროებში, ან კოპტურ წყაროებში, რომ მაღალი ალბათობით იგი შეხვდებოდა პეტრე იბერს. მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მოგეხსენებათ იყო ანტიოქიაში, ურში, იერუსალიმში ჩაბრძანებული სამეფო ოჯახი, ვახტანგ გორგასალი დიდი ამალით, დედა მისი, და მისი და გამორიცხულია რომ მისი ნათესავი, ასევე სამეფო ოჯახის შვილი პეტრე იბერი, დიდი მოღვაწე, დიდი ქართველი, დიდი ქრისტიანი, დიდი მართლმადიდებელი, დიდ მეფეს, დიდ ქრისტიანს, დიდ მართლმადიდებელს არ შეხვედროდა. ლოგიკურად ვთქვათ, გამოვრიცხოთ რა, მაგრამ ფაქტს ჯერ ვერ ავპოულობთ და რომ დაბრუნდა იქიდან ვახტანგ გორგასალი, წამოიღო ნახაზები, წამოიღო სქემები, წამოიყვანა ალბათ მშენებლები და დაიწყო დიდი გრანდიოზული აღმშენებლობა. კარგად გამიგეთ და იმიტოა მე-4, მე-5 საუკუნეში ყველგან საქართველოში მე-4 რა იყო.
მე-5, მე-6 საუკუნეში საქართველოში უამრავგან გვხვდება ესეთი ბაზილიკის ტიპის ტაძრები და მეცაც გეტყვით, წარმოიდგინეთ, რომ ატენის სიონი, ხო მიცით, ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, იგი დგას ბაზილიკის ნაეკლესიარზე, რომელიც გაცილებით გრძელი იყო და გაცილებით ვიწრო იყო. იცოდით? წამობრძანდით ატენში და დაათვალიერეთ ეს საკითხი რა. შესაბამისად, კიდე რა მოგახსენოთ აი ამ თემაზე? თითქმის ყველაფერი მოგახსენეთ. კიდე ერთხელ მინდა უკვე რეზიუმესავით გითხრათ, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფია დედა ეკლესიას რო აბრალებს, აი ამას თავიდან რო წაგიკითხეთ, შემზარავი რამე, ეხლა კიდე ერთხელ წაგიკითხავთ მესამეთ რა. კიდე ერთხელ რო ერთად დავიწყოთ აი ამის წინააღმდეგ ბრძოლა, ამოვიღოთ სასწავლო პროგრამიდან, ამოვიღოთ და თუ მაინც დარჩება სასწავლო პროგრამაში, უმორჩილესად მინდა გთხოვოთ მასწავლებლებს, ქართულის მასწავლებლებსაც, არა მარტო ისტორიის მასწავლებლებს, ჰუმანიტარული სფეროს მასწავლებლებს, არა მარტო და მეტიც, აი ყველას, ვისაც რაღაცა შეგიძლიათ, შვილებს უთხრათ, რომ არა, შვილო, ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით, ყოველთვის საქართველო იყო, ყოველთვის ქართული წირვა-ლოცვა იყო პირველ 1000 წლეულში. არ იყო. ეხლა კარგად გამიგეთ, აი ეხლა რამდენი რამე მაქვს სათქმელი. კიდე ერთხელ გეუბნევით, საბჭოთა ისტორიოგრაფია ცხადია ქართიზაციის თეორიაზე დაყრდნობით, ქეროფე პატკანოვისა და ნიკო მარის შექმნილ თეორიაზე, ქართიზაციის თეორიაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მცხეთის ეკლესია ქართლი შეიჭრა დასავლეთ საქართველოში მე-9 საუკუნეში და აქედან განდევნა ბერძნული კულტურა, ბერძნული წირვა-ლოცვა, ბერძნული ეკლესია, ამაზე თვალი თითქოს და დახუჭა ბიზანტიამ, თითქოს და გვაპატია, მე-10 საუკუნეში, მე-11 საუკუნის მიჯნაზე ეს ჩავიდინეთ. მე-11 რატო ვთქვი, იცით? არის ესეთი დიდებული კატალოგი რა, ოუქსის და დამბარტონის, რომელიც ბეჭდებს სწავლობს, აი სიგელებს და ასე შემდეგ და იქ არსებულ ბეჭდებს მოძებნით თქვენ ამათ შესახებ და ისინი სულაც ამბობენ, რომ მე-11 საუკუნეში რო რაღაცა იპოვეს ესეთი სიგელი თუ წერილი და ასე შემდეგ, რომელზედაც ბეჭედია როდოპოლის ეკლესია, ეს ვარციხელი კაცი იყო. ვარციხელი კაცის ბეჭედიაო, როდოპოლისელი არისო, კარგად გამიგეთ რა. აბსურდი. საქმე რა შემდგომარეობს, ღმერთმა აცხონოს სიმონ ყაუხჩიშვილი, მაგრამ აი ისო ვარციხე კი არო, ვარდციხე იქნებოდაო. მაშ რა დააშავა სიტყვა ვარისგან ნაწარმოებმა, ტოპონიმებმა, ვარძია, ვარკეთილი და ასე შემდეგ. ხო ხდებით რის თქმა მინდა, რომ აი და კიდე იქ ნახსენებია უამრავი რამე ნოტიციებში, რომ აი საისინის კათედრა, იგივე აბისენიის კათედრა და აბისენია რატო ქვიაო, ვერ ხვდებიან და აბაშახუ არ იყო და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ რა, აბსურდები. აი რის მიხედვით არის დარქმეული საისინი მაგალითისათვის, საისინი და ეს აბისენია, რო არის აღწერილი. ჩემი აღმოჩენით, ჩემი კვლევით, უმორჩილესად გთხოვთ, სადმე დამპატიჟეთ და მოგიყვებით, უამრავ ცნობას გაჩვენებთ, იყო ვანის ტბასთან, ხვდებით, ხო რის თქმა მინდა. და ლაზიკის ეპარქია იყო არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპიზონიდან ესე გადაჭიმული, გრანდიოზული იყო და სახელგანთქმული იყო, გრანდიოზული და არა ესეთი პაწაწუნა რა. და არ იკადრებდა მაგას ბიზანტია, რომ აეშენებინა, არა ეშენებინა იქ ესეთი რაღაცები 10 წელი სადაც იდგა რა. ყველგან ააშენა და აქ არ ააშენა ინფრასტრუქტურა. ჯერ იმ მეცნიერებს რა უთხარი, რომ ვერაფერი ვერ იპოვეს რა, ან თუნდაც ისტორიის მასწავლებელს, რომ ნაპოვნი არ არის, არანაირი კვალი და ამბობენ, არა, მაინცა და მაინც აი აქ ვარციხეში იყო და ის ეკლესიაო, კათედრაო და ინფრასტრუქტურაო, წარმოგიდგენიათ, ციტადელი არისო, ეხლა ვინ ააშენაო და იმან ააშენაო, ბიზანტიამო, მაგრამ ციტადელი არისო, გადარჩენილიო და ზეგლები, მორტირიუმიო, ყაზარმებიო, ეკლესიაო, კათედრაო, სასაფლაო და ქართველმა კაცმაო, ქართველებმაო, სასაფლაო ეკლესიაზე დაასვენეს თავისი წინაპრებიო, ღმერთმა დალოცოს. ქართული წესი, ქართული ტრადიცია, ამას იკადრებდა ქართველი ადამიანი, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ეკლესიაზე ესე მასიურად იმ დონეზე დაესაფლავებინა თავისი წინაპარი, რომ კვალი აღარ ჩანდეს. ლოგიკაც ხო მნიშვნელოვანია.
კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, აი ცუდი ამბავი, რაც წერია, ეს უამრავგან წერია, ერთგან არ წერია, რომ ქართველები დასავლეთ საქართველოდან ზდევნიან ბერძნულ ენას, ბერძნულ ეროვნულ კულტურას, შემოაგვდა ავრცელებენ საკუთარ ქართულ ენას. აი, სეპარატიზმის თესლი და მარცვალი და ნაღმი. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გადაარჩინოს უმწიკლო დედა ეკლესია, გაამრავლოს, გაზარდოს მისი მრევლი და შესაბამისად ვერავინ ვერ დასწამებს მას ისეთ საეკლესიო ცოდვა დანაშაულს, როგორიც არის პროზელიტიზმი, დედა ეკლესია უმწიკლოა და ყველას ეცოდინებოდა ამის შესახებ და საბედნიეროდ არავინ არ იცის დედა ეკლესიას, რომ რაიმე დანაშაული და ხინჯი კონდეს ჩადენილი და მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებიდან და წესებიდან კონდეს რაიმე გადახვევა. ეს კი რასაც მე გეუბნევით, რომ თითქოს და აქ ბერძნული კათედრები იყვნენ ვარციხეში, ფოთში და ზუგდიდში და ასე შემდეგ, ეს დიდი დანაშაული იქნებოდა, რაც დედა ეკლესიას არ ჩაუდენია. მადლობა, მშვიდობა, ჯანმრთელობა, შემოგვიერთდით. ღმერთმა გადაარჩინოს დედა ეკლესია და საქართველო.